ბოლო 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება თავისი ძალიან ბევრი სისასტიკით გამოირჩევა. აწამებენ, კლავენ და არ სჯიან არავის. მინდა შევეხო იმ თემას, რაც ხდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ან თუნდაც ბოლო რამდენიმე წლის, ბოლო 3 წლის განმავლობაში. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. დავიწყებ იმით, თუ როგორ ექცევიან ძალოვანები, უსამართლო ძალოვანები ხალხს შვიდობიან აქციებზე, შვიდობიან დემონსტრაციებზე. მახსოვს ჩემი პირველი აქციები, რომელიც დაიწყო რუსული კანონის პერიოდში. პირველი რუსული კანონის პერიოდში, 7 მარტის აქციები ეგრეთ წოდებული. პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს ქართული ოცნების სისასტიკე. უბრალოდ რუსული ოცნების, იმიტომ რომ ქართული ოცნება, ქართული არაფერი არ აქვს მათ. პირდაპირ რუსეთისგან დასმული პირი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მარიონეტი. ბიძინა არის პუტინის მარიონეტი და უშუალოდ ბიძინას ყავს თავისი პატარ-პატარა მარიონეტები, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნის არასწორ მართვაში. და რომლებსაც უნდათ რომ საქართველოს გადაიყვანონ ევროპული გზიდან და წაიყვანონ ისევ რუსეთში, რაც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში და ჩვენს წარსულში ხალხს ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი თუ რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და ადამიანი არ ვიცი ვისაც ენატრება ყველაფერი და ვინც შენატრის მაგ პერიოდს, რომ საბჭოთა კავშირი კარგია და უნდათ მან დაბრუნება. შესაბამისად ჩვენ გვინდა ევროპული გზა, ევროპის გზაზე სიარული, რაც არის ჩვენი თავარი მიზანი, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, საქართველო არის ევროპის ნაწილი და არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი. და რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? დავიწყოთ რუსული კანონის აქციების განხილვით. 7 მარტის აქციები ეგრეთ წოდებული. კარგად მახსოვს თავად ვიყავი მონაწილე ამ ყველაფრის, თავად ვიყავი იმის მონაწილე, თუ როგორ გამოვდიოდით ახალგაზრდები, სტუდენტები, არა მარტო ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები, დედები, მამები, ოჯახებით გამოვდიოდით და ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს. ეს კანონი იყო ის კანონი, რაც გვიზღუდავდა და გვიზღუდავს დღემდე, რადგანაც მიღებულია სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, გვზღუდავდა ყოველი ჩვენი ფეხის ნაბიჯზე. ამ კანონით ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაც ევროპული საქმის გამტარებელი იყო საქართველოში, აფინანსებდა ძალიან ბევრ პროექტს, რისი დამსახურებითაც პატარა ბავშვები, ახალგაზრდები და სტუდენტები იღებდნენ ევროპულ განათლებას, ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის შემომტანები არიან საქართველოში, იწოდებიან უცბად აგენტები, სწორედ ამ კანონის დამსახურებით, რაც არის სრულიად არასწორი და არალეგიტიმური მათგან. შესაბამისად, ხალხი გამოვიდა ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. ძალიან კარგად მახსოვს ის დიდმრიცხავანი აქციები, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. რამაც პირველ ნაბიჯებში და პირველი რუსული კანონის პერიოდში გამოიღო ნამდვილად შედეგი ჩვენმა შრომამ და ჩვენმა გარეთ დგომამ. კარგად მახსოვს ის პერიოდი, თუ როგორ გვარბევდნენ 7 მარტის აქციებზე. ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვითხოვდით იმას, რაც გვინდოდა. ვითხოვდით, რომ რუსული კანონი არ მიეღოთ, მაგრამ ისინი ადგნენ და ესე უბრალოდ დაგვარბიეს. ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამე ჯერზე, როცა დაინახეს ხალხის ძალა, თუ რამხელა ძალა ქონდა ხალხს, რადგანაც პირველი დარბევის დღეს მოყვა მეორე დღეს უფრო მეტი ხალხი, მეორე დღეს დარბევის შემდეგ მოყვა მესამე დღეს უფრო და უფრო მეტი ხალხი, შეეშინდათ ხალხის ძალის და გაიტანეს რუსული კანონი. შესაბამისად გავიმარჯვეთ ჩვენ, გაიმარჯვა ხალხმა, რადგანაც ჩვენ ვიყავით ერთიანები, ერთიანი ძალებით ვიბრძოდით, ერთიანი ძალებით ვიდექით რუსთაველზე და ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს და ჩვენ დავამარცხეთ რუსული ოცნება. თუმცა მოვიდა 2024 წლის აპრილი და რუსულმა ოცნებამ ისევ და ისევ მოატყუა ხალხი და ის 2023 წლის პირველი რუსული გატანილი კანონი ისევ შემოაბრუნეს. და ისევ დააპირეს, რომ შეეზღუდათ ჩვენთვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ისევ და ისევ ვიმეორებ. ისევ დაიწყო აქციები, უწყვეტი აქციები, აპრილის აქციები ახლა უკვე და მახსოვს აპრილის აქციები უფრო მეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. რადგან დაიხვეწა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უფრო დიდი სისასტიკით გვარბევდნენ. ცემდნენ გოგოებს, ცემდნენ ბიჭებს, იჭერდნენ მათ. პირდაპირ სახეში ასხავდნენ წიწაკის სპრეის, წაულს იყენებდნენ ისეთი გზებით, რა გზებითაც არ უნდა გამოეყენებინათ. პირდაპირ ადამიანების მიმართულებით იყენებდნენ ჭაულის მანქანას, რაც იყო სრულიად უკანონო მათი მხრიდან, მაგრამ რა თქმა უნდა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას კანონიერებაზე და სამართალზე ვერ დაილაპარაკები. რადგან წარსულშიც და ახლაც იმდენი რამ ხდება უსამართლო, რომ მათ სასაცილოდაც კი არ ყოფნით ეს ყველაფერი. და თამაშობენ ჩვენს გრძნობებზე, თამაშობენ ჩვენს ტკივილზე
და არ აინტერესებთ არაფერი საერთოდ. მხოლოდ მათი თავი გონიათ მართალი და მოქმედებენ ისე, როგორც მათ უნდათ და არ უსმენენ ქართულ ხალხს. შესაბამისად ისინი არიან არალეგიტიმურები, რადგანაც არ ემსახურებიან ხალხს. მოკლედ, მეორე რუსული კანონის პერიოდი სამწუხაროდ სავალალოდ დასრულდა. მოხდა ისე, რომ დღის წესრიგში დადგა არჩევნები და ხალხის ერთიანი გადაწყვეტილებით მოხდა ისე, რომ დავალოდეთ არჩევნებს. მოდით დავალოდოთ არჩევნებს და ვნახოთ რა იქნება. მქონდა იმედი იმისა, რომ ეს არჩევნები დასრულდებოდა ჩვენ სასარგებლოდ. თუმცა ქართულმა ოცნებამ ესეც გააყალბა. აქაც უსამართლობა მძვინვარებდა. კარგად მახსოვს არჩევნების დღე, პირადად მე ვიყავი დამკვირვებელი და საშინლად ბევრი უსამართლობა ხდებოდა პირადად ჩემს უბანზე, რადგან ხალხი შემოდიოდა უკვე დამუშავებული გარედან, შემოდიოდნენ ადამიანები და თვალის ჩაკვრით ანიშნებდნენ იქ ყოფ ადამიანებს, რომ უკვე აღებული ქონდათ თანხა და იცოდნენ უკვე ვინ უნდა გაეფერადებინათ და ვისთვის უნდა მიეცათ ხმა და სრულიად ნათელი იყო ეს ყველაფერი, როგორ დასრულდებოდა პირადად იმ უბნის შედეგები და ზუსტად ისე მოხდა, როგორც ფიქრობდი, სამწუხაროდ. რადგანაც ხალხი გაიყიდა ძალიან მცირე რაოდენობის თანხაზე, რაც ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეს კი იმას მოწმობს, რომ საქართველოში არის სიღარიბის დონე ნულს ქვემოთ, ძალიან ქვემოთ არის სიღარიბის დონე, ხალხს უჭირს და რაღაც დოზით, რაღაც იმ 1%-ით მესმის მაგ ხალხის, ვინც გაიყიდა, იმიტომ რომ დააშინეს, ოჯახით დააშინეს, შვილებით დააშინეს, სიცოცხლით დააშინეს და შესთავაზეს, რომ ახლა თუ შენ ამას არ იზავ, არ გექნება მეორე დღეს პური, არ გექნება საჭმელი და შვილები დაგრჩება მშიერი. და მესმის მაგ ხალხის, რომ რატომღაც მათი გონება ისე იყო დაალაგებული, რომ გააკეთეს ეს ყველაფერი, აიღეს თანხა და შეასრულეს ის, რაც უთხრა ქართულმა ოცნებამ. 2024 წლის არჩევნები გამოირჩევა ყველა სხვა არჩევნებისგან, იმით რომ ეს არჩევნები გაყალბდა ისეთი დოზით, რაც არ ახსოვს საქართველოს თავისი მთელი წარსულის პერიოდში. რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც ელოდებოდა ოპოზიციური მხარე და ქართული ხალხი რაღაცა დოზით გაყალბებას, მაგრამ არა ისეთით, როგორიც მოხდა 2024 წლის არჩევნებში. გაყალბებაში ჩართული იყო მთელი ჯაჭვი მასწავლებლების, საჯარო მოხელეების და შექმნილი ჰქონდათ კოლ-ცენტრები, რითაც სრულიად აკონტროლებდნენ იმ ხალხს, ვინც დავალებული ყავდათ, რომ ქართული ოცნებისთვის მიეცათ ხმა, აკონტროლებდნენ მაქსიმალურად და რეალურად იცოდნენ, რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ნათქვამი ჰქონდათ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ, ისინი იყვნენ გამკეთებლები და რეალურად გააკეთებდნენ ამას. და დღის ბოლოს კი დადგა ზუსტად ის შედეგი, რასაც სამწუხაროდ ქართული ოცნება ამბობდა. არჩევნები გაყალბდა, გაჟონა არჩევნებმა და სწორედ ასე გაყალბებით და გაჟონვით ქართული ოცნება გახდა არალეგიტიმური მთავრობა. ამის შემდეგ კი დაიწყო აქციები სწორედ ამ გაჟონილი არჩევნების წინააღმდეგ. ხალხი აპროტესტებდა გაყალბებულ არჩევნებს, ის რომ მათი ნება არ იყო დაცული, მათი ნება არ იყო გამოხატული, მათი ხმები დაიკარგა, არჩევნები გაყალბდა და ხალხმა დაიწყო ახალი არჩევნების მოთხოვნა, სწორედ იმის გამო, რომ ჩატარებული იყო ახალი წესით, გაყალბდა არჩევნები, ხალხი გამოვიდა გარეთ რამდენიმე დღეში და დაიწყო პროტესტი გაყალბებული არჩევნებისთვის. და მოვიდა 28 ნოემბერი. 28 ნოემბერს კობახიძემ თქვა ასეთი რამ, რომ 2028 წლამდე საქართველო აჩერებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. და ყველამ კარგად იცის, რომ ეს 2028 წელი იყო სრულიად პირობითი და ახლა თუ აჩერებს არალეგიტიმური ირაკლი კობახიძე ურთიერთობას ევროკავშირთან, ეს იმას ნიშნავს, რომ აჩერებს მუდმივად. რასაც მოყვა ძალიან დიდი ბრაზი ხალხში. მე არ მახსოვს მასეთი პროტესტის დღე, რაც მოხდა 28 ნოემბერს. ხალხი სრულიად დაუგეგმავად, სრულიად დაუორგანიზებლად გამოვიდა გარეთ, გამოვიდა პარლამენტთან. ხალხის ნაწილი მივიდა ქართული ოცნების ოფისთან და აპროტესტებდნენ სწორედ იმ ყველაფერს, რაც ირაკლი კობახიძემ იკადრა, ასე რომ ვთქვათ. ირაკლი კობახიძის ამ სიტყვებს მოყვა ძალიან დიდი ბრაზი ხალხში და 28 ნოემბერს მე გვახსოვს მართლაც რომ ხალხის ზღვა რუსთაველზე. რაც იყო ძალიან კარგი, რაც მავახსოვდება ძალიან კარგად, თუმცა ამ ყველაფერს მოყვა ასევე დარბევები. 28-შივე დაგვარბიეს
პირველივე დღეს დაგვარბიეს, სასტიკად ცემდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ, ხდებოდნენ ადამიანებს, მანქანებში ტენიდნენ. ძალადობდნენ მათზე ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად. მახსოვს ერთ დღეს ზუსტად ესეთი მომენტი იყო, რომ რუსთაველზე ვიდექით, დაგვარბიეს ზუსტად თავისუფლების მხრიდან და მახსოვს ესეთი მომენტი. დავკარგე მეგობრები იმ მომენტში. არ ვიცოდი სად წავსულიყავი და უცბად ვხედავ, რომ სამი რობოკოპი ზუსტად ჩემ გზაზე მოდის და მე ამ დროს ვარ მარტო. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და სადღაც სადრბაზოში შევაფარე თავი. და არასდროს დამოვიწყდება ის შიში, რაც მე იმ დღეს განვიცადე. მახსოვს ის ხმა როგორ დადიოდნენ გარეთ და როგორ ამბობდნენ იმ სიტყვებს, რომ დავინახეთ, აქ ვიღაც შევიდა. დავინახეთ, რომ ზუსტად აქეთ წამოვიდა და ვიპოვოთ, რომ გადავიყვანოთ. ის შიში იყო ის, რასაც ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სისასტიკე იყო მათი მხრიდან, ის რომ უბრალოდ მიზანში ამომიღეს პირადად მე და აპირებდნენ ჩემს დაჭერას, გადაყვანას და შემდეგ კარგად ვიცით უკვე რა ბედი ეწევა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქციიდან აიყვანენ, გადაიყვანენ ძალის გამოყენებით იზოლატორში და იქ უკვე როგორ ექცა. რაც ძალიან არ და მოკლედ იყო ესეთი მომენტი. სადღაც 30 წუთის განმავლობაში ვიმარნებოდი ძალიან ჩუმად. თან ემოციებს ვერ ვიყავებდი და თან ვიყავი მარტო, ესეც გასათვალისწინებელია. აი სწორედ ასე გვექცევა ქართული ოცნება დღეს. არ ინდობს არავის. არც პატარას, არც დიდს, არც ბავშვს, არც გოგოს, არც ბიჭს, რა თქმა უნდა. და სწორედ ამ ყოველფრის დამსახურებით დღეს საქართველოს ყავს 62 სინდისის პატიმარი. სრულიად უსამართლოდ დაჭერილი ბიჭები, რომლებიც ციხეში სხედან მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის. მხოლოდ იმისთვის, რომ იდგნენ აქციაზე, გამოხატავდნენ თავისი სიტყვის თავისუფლებას. იმ ბიჭებს თითოეულ ციხეში მჯდომ ახალგაზრდას თუ არა ახალგაზრდას უნდა რომ საქართველოს კონდეს ევროპული მომავალი. მათ და მათმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორზეც ვოცნებობთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ვიბრძვით ამ ყველაფრისთვის. ბიჭები იქ სხედან და იტანჯებიან სწორედ ქართული ოცნების უსამართლო-სასამართლოს გამო. რადგან მოსამართლეებმა, თითოეულმა მოსამართლემ ზუსტად იცის წინასწარ თუ რა განაჩენი უნდა გამოუტანოს ბიჭებს და ეს რაღაც მასკარადი, რასაც სასამართლოს ხდომა ეწოდება, არის სრულიად არალეგიტიმური. რადგან კარგად ვიცით უკვე წინასწარ, რა შედეგი დადგება სასამართლოს ხდომის ბოლოს და რა შედეგს გამოიტანს უბრალოდ მარიონეტად დასმული მოსამართლე. და სწორედ ამისთვის ჯერ კიდევ დღეს ვდგავართ გარეთ და ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს. ვაპროტესტებთ პირველ რიგში ბიჭების თავისუფლებას. ვაპროტესტებთ იმას, თუ როგორ იქცევა დღეს არალეგიტიმური მთავრობა და როგორ ექცევა დღეს ხალხს. და უკვე 200-ზე მეტი დღეა ქართული ხალხი უდრეკად დგას რუსთაველზე. იმ გამარჯვების რწმენით, რომელიც გვაქვს თითოეულ იქ დგომს და არ დავკარგავთ არასდროს მანამ სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ.